ეს არის ანასტასია ზინოვკინა, აქტივისტი რუსეთიდან, რომელიც საქართველოში დროებით ჩამოსული ციხეში აღმოჩნდა. ანასტასია საქართველოში 8-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება, მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. თვითონ ამბობს, რომ ნარკოტიკი მას პოლიციელებმა ჩაუდეს, მას და მის ქმარსაც არტემ გრიბულს, რომელიც ასევე ციხეშია. 14 აგვისტოს იყო ანასტასია სასამართლოში გამოკითხვა, ჩვენება მისცა, მან საკმაოდ ისეთი მძიმე და ემოციური იყო მისი მოსმენა. სანამ ამ სიტყვაზე და ანასტასიას საქმეზე მოგიყვებით, მინდა გაჩვენოთ აი ეს ადამიანი. ბატონო პირად. ისმენთ. თქვენ მიიღეთ მონაწილეობა. არ დაეჯახო ნელა, არ დაეჯახო. კინას პირად ჩხრიკაში. ის ასევე საუბრობს სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე. ხელს ნუ მირწყავთ და კითხვას უპასუხეთ. სექსუალური ხასიათის შევიწროების შემსწრე იყავით თუ არა? ეს არის პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი, რომელზეც ანასტასია ზინოვკინამ თქვა, რომ მასზე სექსუალურად იძალა და რამდენჯერმე გაუპატიურებით დაემუქრა, სხეულის სხვადასხვა არეში ადებდა ხელს და დემონსტრაციულად მის თვალწინ მუქარის ფონზე იხსნიდა შარლის კამარს. ეს პოლიციელი, ანუ ირაკლი მუხათგვერდელი, რამდენიმე თვის წინ სასამართლოში გამოიკითხა, მან კატეგორიულად უარყო, რომ ანასტასიასთან რამე შეხება ქონია, საერთოდ ამბობდა, რომ ის მისი ქმრის არტემ გრიბულის დაკავებაში და ჩხრეკაში იღებდა მონაწილეობას. ანასტასია მაშინვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ირაკლი მუხათგვერდელის მიმართ გამოძიება დაწყებულია. 31 წლის ანასტასია ზინოვკინა და 24 წლის არტემ გრიბული თბილისში 17 დეკემბერს დააკავეს სახლიდან გამოსულები. პროკურატურის მტკიცებით მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ანუ შენახვა და ფლობას ედავებიან და ასევე ნარკოტიკი იპოვეს სახლში ჩხრეკის დროს. 8-დან 20 წლამდე ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, ეს მუხლი საკმაოდ მძიმე მუხლი არის. რუსეთის მოქალაქეები კი ამტკიცებენ, რომ რეალურად ისინი ისჯებიან თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. არტემი და ანასტასია ოქტომბრიდან მოყოლებული აქტიურად დადიოდნენ რუსთაველზე და მოქალაქეებს, ანუ პროტესტის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. თუმცა სანამ მათი დაკავების და ზოგადად მათი სისხლისამართლის საქმეზე მოგიყვებით, მოდი გავიხსენოთ, ვინ არიან ანასტასია და არტემი. ანასტასია და მისი ქმარი საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩამოვიდნენ და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეხლა გიყვებით ანასტასიას მონაყოლს, ანუ მის ვერსიას. იქამდე ცხოვრობდნენ სომხეთში და შემდეგ აპირებდნენ უკვე საცხოვრებლად ლათინურ ამერიკაში წასვლას. ანასტასიამ თქვა ეგეთი რაღაც, რომ მისი შინაური ცხოველებისთვის საბუთების გაკეთება სომხეთში გაუჭირდათ. სომხეთში მათ ვეტერინარმა ურჩია, რომ საქართველოში ამ საბუთების ასე ვთქვათ, მომზადება და მოგვარება უფრო მარტივი იქნებოდა. შესაბამისად საქართველოში ჩამოვიდნენ ამ მიზნით, რომ თავისი კატებისთვის ეს სხვა ქვეყანაში გადასაფრენი საბუთები გაეკეთებინათ. და უკვე 13 იანვრისთვის მათ ჰქონდათ ბრაზილიის თვითმფრინავის ბილეთიც ნაყიდი, ანუ 18 იანვარს უკვე საქართველოდან უნდა გაფრენილიყო. ანასტასია ზინოვკინას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კისრის მალაზე სჭირდება ოპერაცია და სხვათა შორის უკვე ერთი თვე ითხოვს ექიმის დახმარებას ციხეში, თუმცა უშედეგოდ. და ანასტასიამ თქვა ეგეთი რაღაც, რომ რეალურად მისი, ასე ვთქვათ, რუსეთიდან წამოსვლის მთავარი მიზანი იყო ეს ჯანმრთელობის პრობლემა, მას სჭირდებოდა ოპერაცია, რომელიც სამედიცინო მომსახურებასაც რუსეთში ვერ მივიღებდიო. თუმცა აქ მხოლოდ ეს დეტალი არ არის. ანასტასია ყვება, რომ ის მუშაობდა 2022 წლამდე რუსეთის დუმაში, პარალელურად კი 2012 წლიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობდა ხოლმე საპროტესტო აქციებში. ის რამდენჯერმე დაკავებულიც არის ადმინისტრაციული წესით. 24 საათი გაუტარებია ციხეშიც, ბევრჯერ არის დაჯარიმებული გზის გადაკეტვის გამო და ერთი ძალიან საგულისხმო რაღაც თქვა აქ აღწერა, როგორი რეპრესიული იყო რუსეთში ყოველი ეს აქციაზე გასვლა, დაჯარიმება, ხანდახან დაპატიმრებაც კი. თუმცა თქვა ეგეთი ციტატა, რომ უმიზეზოდ არასდროს არავის დაუჭერივა, რომ უკანონოდ, თუმცა უმიზეზოდ არავა, ანუ უკანონობაში ის იგულისხმა, რომ რუსეთში ძალიან ბევრი რეპრესიული კანონი არსებობსო და ამის საფუძველზე პოლიციას ბევრჯერ აუყვანი ვარ, მაგრამ უმიზეზოდ არაო და ეს ყველაფერი შეადარა თბილისში მისი ნარკოდანაშაულის ბრალდებით აყვანას. ეხლა რა მოხდა 17 დეკემბერს, ანუ უშუალოდ დაკავების დღეს. ანასტასია ყვება ეგეთ რაღაცას, რომ ზოგადად თბილისში ჩამოსვლის დღისთანავე ოქტომბერშივე დაიწყეს აქციებზე, ანუ თბილისში რუსთაველზე საპროტესტო აქციებზე სიარული, ზოგადად სოციალურ ეს აქტიურ ცხოვრებას არ ვეწეოდითო, მე და ჩემი ქმარიო ძირითადად სახლში ვიყავით, ან მაღაზიაში გავდიოდით, ან აქციებზე ხოლმეო. 11 დეკემბერს ანასტასიას თქმით, მის ეზოში, კორპუსის ეზოში შენიშნა სამოქალაქო ტანსაცმელში
ჩაცმული პირები და ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს ადამიანები მას უთვალთვალებდნენ. უშუალოდ დაკავების დღეს 17 დეკემბერს ის უნდა გასულიყო ბანკში, უნდა აიღო ფული ბანკომატიდან, იმიტომ რომ სახლის მეპატრონისთვის ჰქონდა ქირა გადასახდელი და ამ დღესაც შენიშნა იგივე პირები ბანკთან და მერე უკვე სახლთან, რომლებზეც იეჭვა, რომ სწორედაც რომ მას დასდევდნენ და მას უთვალთვალებდნენ. საღამოს დაახლოებით 4-დან 5 საათამდე სახლში მიდის მასთან უკვე მეპატრონე, ბინის მეპატრონე, რომელსაც უნდა მისცეს ქირა და ანასტასია ყვება, რომ ამ ქალთან ჰქონდა ძალიან ისეთი პატარა დიალოგი მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აქციებში იღებს აქტიურ მონაწილეობას და რომ წუხს საქართველოში ამ პოლიციური რეჟიმის დამყარებაზე და ასევე თქვა ეგეთი ციტატა, რომ მთელი დიქტატურაში ვარ და ამ დიქტატურაში ცხოვრების გაგრძელება აღარ მინდაო, შესაბამისად საქართველოდან გეგმავ წასვლასო და სხვა ქვეყანაში ცხოვრებასო. მას შემდეგ, რაც სახლის მეპატრონე მათგან წავიდა, 5 წუთში არტემი და ანასტასია გეგმავენ, რომ სითიმულში წავიდნენ საყიდლებზე და სახლიდან გამოსულები ეძებენ გამოძახებულ ტაქსის, სხვადასხვა მიმართულებით გადიან არტემი და ანასტასია და ძალიან დეტალებით რომ არ დაგღალოთ, მოკლედ აი ამ პერიოდი, აი ამ დროიდან, ამ წუთებიდან იწყება უკვე ანასტასიას და პოლიციის ურთიერთობა. მოკლედ ანასტასია ყვება ეგეთ რაღაცას, რომ უკნიდან იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელი შეახო და როდესაც მოტრიალდა ნიღბიანი ადამიანი დახვდა, რომელზეც ამბობს, რომ იყო სავარაუდოდ ირაკლი მუხათგვერდელი, რომელზეც ზემოთ გითხარით სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე საუბრის დროს. ანასტასია ყვება, რომ აი ამ შეხების შემდეგ უკვე ის მანქანაზე გადააყუდეს, გახადეს პალტო და სხეულის სხვადასხვა არეში ადებდნენ ხელს, ანუ ჩხრეკის იმიტაციას ახდენდნენ, ასე ვთქვათ. ცოტა ხანში ის უკვე ჩასვეს მანქანაში, სადაც გვერდით მოუჯდა სავარაუდოდ ირაკლი მუხათგვერდელი, ერთ-ერთი პოლიციელი და წინ კიდევ 2 პოლიციელი იჯდა. ამ დროს მას უკვე მობილური წართმეული აქვს, ჩანთაც გამოართვეს პოლიციელებმა და რა ხდება ახლა მანქანაში. ეს არის დაახლოებით 9 საათი, სანამ მანქანაში უკვე დასხდებიან თარჯიმანი, რუსული ენის თარჯიმანი შორენა ტაბატაძე და გამომძიებელი ემილ კუპრავა. აი ამ პერიოდამდე ანასტასია ყვება უკვე იმ მძიმე და ესე ვთქვათ რთულად მოსასმენ დეტალებს, რაზეც მე დასაწყისში გესაუბრეთ. ირაკლი სავარაუდოდ აი ამ პოლიციელისგან, ირაკლი მუხათგვერდელისგან ის ისმენს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებზე დადიან, ციტირებ, რომ თქვენ ეხმარებით ტერორისტებს, ნაციონალებს და ასე შემდეგ. და მთელი ეს დრო ირაკლი მუხათგვერდელი მას სხეულის სხვადასხვა არეში ადებს ხელს, ასევე ცდილობს, რომ ხელები აწევინოს სავარაუდოდ მისგან დნმ-ის აღების მიზნით ანასტასიას აქვს ეს ეჭვი და დაახლოებით 9 საათში 40 წუთში უკვე მანქანაში ხდებიან, როგორც გითხარით, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე და გამომძიებელი ემილ კუპრავა. შორენა ტაბატაძე სხვათა შორის სხვა ნარკოდანაშაულშიც ფიგურირებდა. სასამართლო მის გამოკითხა ასევე რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინის საქმეზე. ანტონ ჩეჩინიც აქციების პერიოდში, ანუ ანასტასიამდე ცოტა ადრე არის დაკავებული, ისე ნარკოდანაშაულით და მასაც 8-დან 20 წლამდე ანუადო პატიმრობა ემუქრება და შორენა ტაბატაძე რეალურად უარყოფდა იმ ვერსიას, რაც ანტონ ჩეჩინის დაცვის მხარეს ჰქონდა, ანუ შორენამ აღწერდა სრულიად სხვა ვერსიას, რომ პოლიციელები იქცეოდნენ ყველანაირი კანონის დაცვის ფარგლებში, განუმარტეს დაკავებულებს მათი უფლებები, რის საფუძველზე იყვნენ დაკავებულები და ასე შემდეგ. და ანასტასია ზინოვკინამ უშუალოდ შორენა ტაბატაძეზეც ისაუბრა, თქვა, რომ ეს ადამიანი ანასტასიას მიმართ იყო განსაკუთრებულად აგრესიული. შორენა ტაბატაძე ასევე ახსენებდა აქციებს და საუბრობდა იმაზე, რომ აქციებზე დგანან მოძალადეები და მოძალადეების გვერდით რატომ დგახართო. მოკლედ, აი ამ დიალოგების, საუბრების ფონზე გადის რაღაცა ხანი და მანქანაში ჩნდება ქალი პოლიციელი თამარ ძნელაძე, რომელსაც მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ ანასტასიამ და თქვა ეგეთი რაღაც, რომ ეს იყო ერთადერთი პოლიციელი, რომელიც ცდილობდა ირაკლი მუხათგვერდელისგან ჩემს დახსნასო რამდენჯერმე ირაკლი მუხათგვერდელის სექსუალური რეპლიკების გამო მას თხოვაო მანქანიდან გადასვლა და ჩვენი დატოვებაო და სხვათა შორის ანასტასიამ სასამართლოზე თქვა ეგეთი რაღაცაც, რომ სასამართლოზე თამარ ძნელაძის გამოკითხვის მომენტში ირაკლი მუხათგვერდელი იყო სხდომის ოთახთან, ანუ იქვე ფანჯარაში ანასტასია ხედავდა მას და შესაძლოა ირაკლის ზეწოლა მოეხდინა თამარზე და მოსამართლეს თხოვა, რომ ეს გაეთვალისწინებინა
დაუყრებინა საქმეში ეს ფაქტორის და შესაძლოა თამარს აი ამ ზეწოლისგან დაცვა დასჭირვებოდა. მოკლედ ეს ყველაფერი სრულდება იმით, რომ ანასტასიას აძლევენ თავის ქურთუქს, ანუ უბრუნებენ. ამასობაში ანასტასია ყვება, რომ მისი ჩანთა რამდენჯერმე გაჩხრიკეს, ანუ ყრიდნენ იქიდან ნივთებს და უკან აბრუნებდნენ და ამას სთხოვდნენ, რომ სახლის გასაღები მიეცათ პოლიციელისთვის და საბოლოოდ ნარკოტიკს ჩანთაში პოულობს თამარ ძნელაძე და ანასტასია ყვება, რომ ამ დროს უკვე მივხვდი, რომ ნარკოტიკის ჩადებაზე იყო საუბარიო. ყვირილი ავტეხე, ვითხოვდი შუალას და ვეჩხუბებოდი და ვუყვიროდი პოლიციელებს, რომ ნარკოტიკი რატომ ჩამიდეთ. ამის შემდეგ უკვე ის სავარაუდოდ პოლიციის შენობაში მიყავთ, სადაც ასევე საუბარია იმაზე, რომ პოლიციელები ანასტასიას ესაუბრებიან ისევ აქციებზე, იმაზე, რომ მათ რევოლუცია უნდოდათ და რევოლუციის მოხდენაში ეხმარებოდნენ რეალურად აქციის მონაწილეებს და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ანასტასია ყვება, რომ მას დაჟინებით სთხოვდნენ, მიეღო საკვები და წყალი. სწორედ აი ამ პერიოდზე და ამ მომენტზე აქვს დაცვის მხარეს ეჭვი, როდესაც ანასტასიასგან აიღეს დნმ-ის ნიმუში, ანუ ნერწყვის საშუალებით და ის ნარკოტიკზე დაატანეს. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ანასტასია მთელი ეს დრო დაკავების შემდეგ ითხოვდა ანალიზის გაკეთებას, იყო თუ არა ნარკომომხმარებელი, ასე ვთქვა, და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, რაზეც პოლიციამ პროკურატურამ უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აქციების პერიოდში უშუალოდ ნარკოდანაშაულით დაკავებული იყო 6 ადამიანი, მათ შორის ერთი გიორგი ახობაძე 6 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაამართლა და თქვა ეგეთი რაღაც, რომ საქმეში იყო მტკიცებულებების არასაკმარისი რაოდენობა, მათ შორის ვიდეო, რომელიც თვითონ ჩხრეკის და ნარკოტიკული საშუალების ამოღების დროს არ იყო გადაღებულია. ანასტასიას და არტემის შემთხვევაში ვიდეო გადაღებული არის უშუალოდ სახლის ჩხრეკის დროს, თუმცა დაცვის მხარე ამბობს და ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო არ არის ქრონოლოგიურად ესე მიმდევრობით ისე გადაღებული, რომ შესაძლოა ვთქვათ პოლიციელებს ვერ მოეხერხებინათ იქ ნარკოტიკის დადება და შემდეგ უკვე ამოღება ან იმიტაცია შექმნა იმისა, რომ ნარკოტიკი რეალურად ანასტასიას საძინებელ ოთახში იპოვეს. ასევე სასამართლოში გამოიკითხა ბინის მეპატრონე, რომელიც ასე ვთქვათ ნეიტრალური მოწმის სახით დაესწრო აი ამ ჩხრეკის პროცესს და ამ ადამიანმა არ უარყო და არც დაადასტურა ის, რომ პოლიციელებს ჰქონდათ საშუალება, რომ რაღაც მომენტში მისი თვალსაჩინარიდან გამქრალიყვნენ, მას ვერ დაენახა ყველა პოლიციელის მოქმედება ან ოთახში გადაადგილების ეს მარშრუტები. შესაბამისად, დაცვის მხარეს აქვს ეჭვი, რომ სახლშიც არის ეს ნარკოტიკი ჩადებული და შემდეგ უკვე იმიტაცია შექმნილი, რომ ეს ნარკოტიკი არის რეალურად სახლიდან ამოღებული. რაც შეეხება პოლიციელების ვერსიას, პოლიცია ამტკიცებს, რომ ინფორმაციული პატაკის საფუძველზე არიან მისულები ამ ადამიანების დასაკავებლად, ანუ ყავთ სანდო წყარო, რომელიც აწვდის ინფორმაციას, რომ ესა და ეს კონკრეტული ადამიანი არის სავარაუდო ნარკოდამნაშავე. შესაბამისად, იწყებენ მის, ასე ვთქვათ, მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი. 6 ადამიანის საქმეში და მათ შორის ნასტასიას და არტემის საქმეში. წარმოიდგინეთ, პოლიცია იღებს გარკვეულ ინფორმაციას, რაც არ უნდა სანდო წყარო იყოს, რომ კონკრეტული ადამიანი სავარაუდო დამნაშავეა, ხო, ნარკოდამნაშავეა და დაახლოებით 2-3 საათში იწყებენ უკვე მოქმედებას, ანუ ნაწილდება პოლიციელებზე საქმე და გადიან ამ ადამიანების დასაკავებლად, ხო, ზოგი სამართლოდან მოდის, ზოგი სხვა საქმიდან მოდის და ერთად იყრიან თავს. და იწყებენ უკვე აი ამ ადამიანების დაკავებას, შეკავებას და ჩხრეკას. პოლიცია არ ინტერესდება იმაზე, ვისგან შეიძლება კონდეს ეს ნარკოტიკი ამ კონკრეტულ ეჭვმიტანილ ადამიანს შეძენილი. ან როდესაც ნარკოდანაშაულზეა საუბარი, ვერ იქნება, ხო, ერთი ან ორი ადამიანი ეჭვმიტანილი. ვიღაცა არსებობს, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელმაც ამ ადამიანებს ეს ნარკოტიკი მიყიდა. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს უფრო მეტად მოცულობითი, ხო? ანუ უნდა დაადგინონ სხვა კავშირები ადამიანებთან, ვინ მიყიდა, თუნდაც მინიმუმ ერთი ადამიანის ვინაობა. ესაც ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს ამ საქმეში, იმიტომ რომ რეალურად ყველა აი ამ 6 ადამიანის საქმეში არსებობს ეგეთი ვერსია პოლიციელების, რომ იმ დღესვე, როდესაც ეს ინფორმაცია მიიღეს სანდო წყაროსგან, ამ პატაკის საფუძველზე გადიან ეგრევე საგამოძიებო მოქმედებების
შესასრულებლად და ამ ადამიანებს მაქსიმუმ 2-3 საათში აკავებენ. შესაბამისად, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რეალურად ნარკოტიკი ანასტასიას და არტემის ჯიბეში და შემდეგ უკვე სახლში არის ჩადებული პოლიციელების მიერ და ალბათ ანასტასიას საქმე გამორჩეულია ამ 6 ადამიანის საქმისგან იმითაც, რომ ის არის ერთადერთი ქალი, რომელიც აი ამ ნარკოდანაშაულებრივ საქმეებში არის, ასე ვთქვათ, მოხვედრილი და ერთადერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მხრიდან გარდა ფიზიკური ძალადობისა საუბრობს სექსუალურ შევიწროებაზე. იმედია, რომ ირაკლი მუხათგვერდელის მიმართ ეს საგამოძიებო მოქმედებები ობიექტურად წარიმართება და გავიგებთ რეალურად სიმართლეს ამბობს თუ არა ანასტასია. იქამდე კი რუსეთის მოქალაქეების და აქტივისტების სასამართლო პროცესი ფაქტობრივად ბოლოში არის გასული. გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ არსებობს გარკვეული იმედები, მათ შორის სხვა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ადამიანების მიმართაც. თუმცა ვნახოთ, როგორ გადაწყვეტს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის ბედს. მოსამართლე, რომელმაც უკვე რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა სინდისის პატიმრებს.